შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინტერპრეს ნიუს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დაკავებული პირებიდან 2 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულგნობის მუხლების შესაბამისად 1 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ხოლო კიდევ 1 პირი დაკავებულია 173 და 174 პრიმა მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და გზის გადაკეტვას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მოქალაქეები გუშინ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის გასაპროტესტებლად შუადღიდან შეიკრიბნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის რეგიონში ვიზიტი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაასრულა, რომელზეც ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარის შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ალარ კარისმა მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ქართულ ხალხს სულყევი მხარდაჭერის გზავნილი გადასცა. რუსებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე სერგეი ლისაკზე დააყრდნობით ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლისაკის ცნობით, გუშინ საღამოს რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად სასტუმრო სარესტორნო კომპლექსსა და კერძო სახლებს ძლიერი ხანძარი გაუჩნდა. ასევე მრავალსართულიანი შენობები და ავტომობილები დაზიანდა. ლისაკის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დნიპროზე თავდასხმა 20-ზე მეტი დრონით განახორციელეს, რომელთა უმეტესობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს. ფედერალურმა მოსამართლემ ამერიკის ხმის დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დროებით დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, მანჰეტენის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ ჯეი პოლ ეტკენმა გადაწყვიტა ამერიკის ხმის ჟურნალისტებისა და მათი პროფკავშირების სარჩელის მოსმენის შემდეგ მიიღო. ამერიკის ხმის ჟურნალისტების სარჩელში ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები ქვეყნის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებული სიტყვის თავისუფლებას არღვევს. შეგახსენებთ, რომ 15 მარტს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ რადიო თავისუფლებას გრანტები შეუწყვეტა და ამერიკის ხმის 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ამერიკის ხმის ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა. საკუთარი სურვილით დავტოვე, განცხადება დაწერილი მაქვს ერთ კვირაზე მეტია. დაადასტურა ინფორმაცია კიკილაშვილმა TV პირველთან, თუმცა მიზეზებზე მას აღარ უსაუბრია. კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში 2020 წელს უზენაესი სასამართლოს კვოტით დაინიშნა და მას უფლებამოსილების ვადი სამოწურვამდე კიდევ 5 წელი ჰქონდა დარჩენილი. პარალელურად დღეს ბოლო სამუშაო დღე ჰქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მერაბ ტურავას. ცნობისთვის გეტყვით, რომ მოსამართლე კიკილაშვილის შვილი გოგა კიკილაშვილი იუსტიციის საბჭოს წევრია. მისი საბჭოში არჩევა დროში დაემთხვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე. კიკილაშვილი ერთ-ერთი იყო იმ 6 მოსამართლეს შორის, რომლებმაც 2023 წელს სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნეს.